რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილე 40 ადამიანის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღირსების ორდენები დააჯილდოვა. ვანო მერაბიშვილმა განსაკუთრებული მადლობა არქიტექტორ შალვა მელიქიძეს გადაუხადა, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან არის. სიტყვით გამოსვლის დროს ვანო მერაბიშვილმა მწუხარებით აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მუშა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა მის ოჯახს დანაკარგი შეუმსუბუქოს. ძველი, ყველაზე ისტორიული, ყველაზე მოგესალმებით. თქვენთან დღესთან დაკავშირებით მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა. თქვენ და თქვენთან ერთად რამოდენიმე 1000 ადამიანი წელიწადზე მეტია მუშაობდით აქ. სიცივეში, ყინვაში, წვიმაში, მზეში. სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაგვეყოფა. და მინდა პატივი მივაგოთ ამ ადამიანის ხსოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთოთ მათ ოჯახს შეუმსუბუქოთ ის დანაკარგი, რომელიც მან მიიღო. თვითონ თქვენთაგანმა შეგიძლია იამაყოთ და თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილდაშვილებმა იამაყო, რომ მათმა წინაპრებმა აღადგინეს ეს ქალაქი. მთელი საქართველო გაუცებულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე ძველი, ყველაზე ისტორიული, ყველაზე მომხიბვლელი ციხე ქალაქი. თითოეულ თქვენთაგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ და სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგაჯილდოვოთ ღირსების ორდენით, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ, თქვენ წარმოადგენთ მცირე ნაწილს დიდი არმიისაგან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ აღმშენებლობაში. მინდა შალვას გადავწე პირადად ეს ორდენი. შალვართვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის აკეთებდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საკუთარი კუთხისთვის და შალვა შენი სახელით მე ყველას მინდა მოულოცო. გილოცავ. სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო, მთელი ამ წლის განმავლობაში მოამინდობის 24 საათის განმავლობაში რამოდენიმე კომპანია, რამოდენიმე 1000 ადამიანი მუშაობდა ამ ყველაფრის შექმნაზე, აღდგენაზე და უკვე როგორც თქვენ ხედავთ, ეს ყველაფერი დასრულებულია. მე მინდა დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს გადავხადო, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ და ვინც ჩვენ გვერდში გვედგა. დიდი მადლობა პრემიერს, დიდი მადლობა პრეზიდენტს ამ აფასებისათვის.